Დავბრუნდეთ საქართველოში და ეროვნულ საგანძურზე გავაგრძელოთ საუბარი. ტყევის შადრევანში მონეტებს ტურისტები ყრიან, საქართველოში კი არსებობს მდინარეები, სადაც ბუნებრივად ოქრო მოიპოვება. საუკუნეების განმავლობაში ოქროს მოსაპოვებლად ცხვრის ტყავს იყენებდნენ. მას ფიცარზე გაჭიმულს მდინარეში დებდნენ. მდინარეს ქვიშა სწრაფად გადააქვს, ოქრო კი სიმძიმის გამო მატყლში იძირება. გარკვეული დროის შემდეგ ტყავს ხსნიდნენ, აშრობდნენ და იქიდან ოქროს მარცვლებს აგროვებდნენ. შეიძლება ცოტა რთულად ასახსნელი არის ასეთ წარმოსადგენი, თუმცა ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო. დღეს კი ტექნოლოგია უკვე შეცვლილია. მდინარეებს ოქროს მაძიებლები ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში სტუმრობენ, მაშინ როდესაც წყლის დონე არის დაბალი. ანი გენებაშვილი გაჩვენებთ, სად და როგორ მოიპოვებენ საქართველოში ძვირფას მეტალს. ჩემი ოქრო ჩემთან, ჩემი ოქრო ჩემთან. შემოდგომის სუსხში გახვეულ უკაცრიელ ნასახლარს ძვირფას ლითონზე სანადიროდ ფეხით მიუყვება. ადგილი წინასწარ შერჩეულია, ბოლნისი. კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულებით და ოქროს საბადოებად ქცეული წყლებით. ოქროს აქვს თავისი ადგილები, თავისი ხასიათი აქვს. არ არის ყველგან. ოქროს მომპოვებელმა უნდა იცოდეს სად არის. ხრამაში მისტიკა იგრძნობა. წყლის ხმაური ირგვლივ სხვა ხმებს ახშობს. ოქრო უბრალოდ საბაბია ამ მისტიკის შესაგრძნობად და გარემოზე დასაკვირვებლად. ჩვენ ხო არ გვინდა გამდიდრება. ჩვენ გვინდა სიამოვნების მიღება აქედან და არ გვინდა შევაწუხოთ მდინარე, არ გვინდა შევაწუხოთ თვითონ ოქრო. აქ უნდა ყოფილიყო ამ 500 მილიონი წლის განმავლობაში ქვიშრობული ოქრო ქვიშაში ჩამალული, სადღაც გჯერა, სადღაც არ გჯერა. მოკლედ ერთი კვირა დავდივართ და უკვე რო უნდა არა, აქ ოქრო არ იქნება, ალბათ შეცდა ეს ხალხი და აღმოჩნდა ძალიან საყვარელი ესეთი მცირე პატარა ნაწილაკები. მოპოვება კომპლექსური პროცესია, თავისი ტექნიკით, რომელსაც ეკოლოგიის, მდინარის რიტმების ზედმიწევნით ცოდნა სჭირდება. ჯერ ისტორიას სწავლობს, მერეა ექსპედიციები მდინარეში ეფლობა და იწყება. წყალში არის 6 გრადუსი. გავერთე, მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, მოსაყოლად მაინც მექნება, რომ ამ სიცივეში ოქროს ვეძებდით. აზარჩი დროის კონტროლი კიდევ ერთი მისიაა. სჯერა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. 3 საათში აუცილებლად პოულობთ რაღაცას. ესე იგი, ოქროს აქვს ესეთი ძალიან უნიკალური თვისება. იცის დამალვა, იმიტომ რომ იცის რომ ეძებენ. ქვიშაში იმალება, იმიტომ ქვია მას ქვიშრობული ოქრო. ქვიშრობული ოქროს მოპოვების ცდები 1 წლის წინ დაიწყო. მალე შეიქმნა ასოციაცია და ახლა ოქროს მარტო აღარ ეძებს. აი ეს არის ჩვენი ნაპოვნი ოქროს ნაწილაკები. ისე გამოვიდა, რომ ოქრომ ქვეყნის ბევრ წერტილში მოახვედრა. ძიების კვალდაკვალ დაგეგმილი მარშრუტი ხშირად იცვლება. გეოლოგიური ნაშრომები შევისწავლეთ და მუდმივად ვსწავლობთ ამ ყველაფერს, ვეცნობით სხვადასხვა ლიტერატურას, ყოფილი და მოქმედი სალიცენზიო ტერიტორიების არეალებს, რადგან იქ უფრო ლოგიკურია, რომ ვეძებოთ. ექსპედიციაში თან ბევრი არაფერი მიაქვს, მხოლოდ ზურგჩანთა ჯამი, ნიჩაბი. თავარი არ არის, მაინც თვალია. მოპოვების პროცესი შეიძლება დავყოთ 2 ნაწილად. ორივე ნაწილი არის ძალიან შრომატევადი და დროში გაწელილი. ამიტომ მსგავსი იარაღებით რაიმე დიდი სარგებლის ნახვა უშუალოდ ოქროთი ძალიან იშვიათი მოვლენაა და თითქმის არ არსებობს. სიამოვნებასთან და განპირთვასთან ერთად მომავლის ინვესტიციაცაა. არავინ არ გამორიცხავს და არასდროს არ უნდა გამორიცხოთ ის, რომ დიდი მარაგი ჯიბედა ვხდეს, ეგეც არსებობს. იმიტომ რომ არა აუცილებელი ყოველთვის ცოტა ვიპოვოთ. შეიძლება რომ ბევრი და დიდი მარცვლებიც ვნახოთ. მაგით ეგ არის საბოლოო ჯამში მიზანი და мотивация. ბოლოს ოქროს მცირე ზომის ნაწილაკებს გარეცხავს, ჯამში მოაქცევს, სუვენირებად გადააქცევს და ასე ოქროს დაუწერელი ისტორია დროსთან ერთად მომავლის მემკვიდრეობად იქცევა. ესეთი ისტორიული ფაქტი არა გვაქვს ჩვენ როგორიც არის მაგალითად სვანეთში. სხვა საქმიანობა უფრო შემოსავლიანი იყო, ვიდრე ოქროს ძიება. დაწერილი ამბავი, ლეგენდაც კი არ არის. ჩვენ ვიქნებით ის წინაპრები, რომლებზეც მომავალში ესე ილაპარაკებენ.